ხელოვნური ინტელექტი, როგორც უკვე გავიგეთ, არის დისციპლინა, რომელიც ფოკუსირებულია მისცეს მანქანებს შესაძლებლობა განავითარონ ადამიანების მსგავსი ინტელექტუალური უნარები. რობოტიკა კი არის მეცნიერება, სადაც რობოტები შენდება და ისინი დაპროგრამებულები არიან ძალიან კონკრეტული მოვალეობების შესასრულებლად. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ AI და რობოტიკა ერთმანეთის სინონიმებადაც გამოიყენება, ეს შეცდომაა და მათ ძალიან ბევრი რამე განასხვავებთ. თქვენ შეიძლება გინახავთ ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტები. ასეთები ცხადია არსებობენ, თუმცა თავდაპირველად რობოტიკამ განვითარება AI-ის გარეშე დაიწყო და უმეტესი სისტემები უახლოეს წარსულამდე სწორედ ასე მუშაობდნენ. თუმცა AI-ის პროგრესმა რობოტებამდეც მიაღწია. მათი ინტეგრაციის მარტივი მაგალითია ჭკვიანი მტვერსსრუტი, რომელიც დავალებას თავს დამოუკიდებლად ართმევს და ავეჯის გარშემო ნავიგაცია შეუძლია. ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტებს ემატება სხვადასხვა სენსორები, ხედულობის მოწყობილობები, 2D და 3D კამერები, ვიბრაციის და სიახლოვის სენსორები, ამაჩქარებლები და სხვა, რომლებიც მათ აწვდიან მონაცემებს. ამ მონაცემების ანალიზი და შესაბამისი მოქმედება კი რობოტებს რეალურ დროში შეუძლიათ. მათში ეს აპარატურა და ძრავები გაერთიანებულია პროგრამულ ალგორითმებთან. და სწორედ ამ ყველაფრის ხარჯზე ჭკვიანი რობოტები გარემოდან მიღებული მონაცემების საფუძველზე გადაწყვეტილებებს თავად იღებენ. არსებობს ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტების სხვადასხვა ტიპი. მათი ფუნქცია შეიძლება განაწილებული იყოს სხვადასხვა სფეროებზე. იქნება ეს წარმოება, მრეწველობა, ჯანდაცვა, გართობა, სტუმარ მასპინძლობა თუ სხვა. სამრეწველო რობოტები გამოიყენება წარმოებაში ისეთი ამოცანებისთვის, როგორიცაა შეკვრა, შედუღება, შეფუთვა. ჯანდაცვის რობოტები ჩართულები არიან რეაბილიტაციაში ან მოხუცების მოვლაში. სერვისის რობოტები მონაწილეობენ მომხმარებელთა მომსახურების ან მიწოდების როლებში. კვლევა რობოტებს კი უშვებენ კოსმოსში, წყალქვეშ ან სხვა სახიფათო გარემოში, მონაცემების შესაგროვებლად ან ისეთი დავალებების შესასრულებლად, რომლებიც ძალიან საშიში იქნებოდა ადამიანებისთვის. სოციალური რობოტები შექმნილია ადამიანებთან ურთიერთობისა და კომპანიონობის, მხარდაჭერის ან საგანმანათლებლო დახმარების გაწევის მიზნით. ხელოვნური ინტელექტით მომუშავე რობოტები სხვა რობოტებთან შედარებით მაღალ საფეხურზე დგანან. როგორც უკვე ვთქვით, ისინი მანძილის, ტემპერატურის თუ გადაადგილების შესახებ აგროვებენ მონაცემებს, ურთიერთქმედებენ გარემოსთან და გადაადგილდებიან ბორბლების ან კიდურების საშუალებით. შეუძლიათ სხვადასხვა მანიპულაცია და აქვთ ერთგვარი ტვინი, რომელთაც ამუშავებენ შეგროვებულ მონაცემებს და სწავლობენ მიღებული გამოცდილების საფუძველზე, ისევე როგორც ადამიანები. ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტებს ხშირად შეუძლიათ იმუშაონ ადამიანების ჩარევის გარეშე, იმის მიხედვით, თუ რამდენად დახვეწილია მათი პროგრამირება და ალგორითმები. ზოგიერთ რობოტს, როგორიცაა მაგალითად სოციალური რობოტი, შეუძლია ჩაერთოს ადამიანებთან საუბრებში. ის ახერხებს მეტყველების ინტერპრეტაციას და სათანადო რეაგირებას. მთლიანობაში ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტებს აქვთ პოტენციალი მოახდინონ რევოლუცია მრავალ ინდუსტრიაში, ეფექტურობის, სიზუსტის და უსაფრთხოების გაუმჯობესებით. ამასთან, ახალი შესაძლებლობების გახსნით იმ ადგილებში, სადაც ადამიანის რესურსი საკმაოდ შეზღუდულია.